უპირველეს ყოვლისა, მინდა გავაკეთო მიმართვა ჩემი და ცოტნე გამსახურდია სახელით და მივმართო ჩვენს ხალხს და საზოგადოებას. ძვირფასო მეგობრებო, 31 მარტს დღის 4 საათზე მობრძანდით საქართველოს პარლამენტთან. მოდით, რათა ერთად მივაღწიოთ სამართლიანობას, სამართლიანობის დადგენას და მოვითხოვოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმის საქმიანი და ობიექტური გამოძიება. გამოძიება, რომელსაც არ დაადგა ბოლო, ამავე დროს მოვითხოვოთ 1991-1993 წლების სამხედრო კრიმინალური გადატრიალების სახელმწიფო დონეზე შეფასება, ანუ არა მხოლოდ მოკლე და ფორმალური შეფასება, არამედ უფრო ვრცელი, საქმიანი და თავისი, რა თქმა უნდა, ნორმატიული აქტებით და იმ დამანგრეველი შედეგების ლიკვიდაციით, რაც მოყვა კრიმინალურ ამ სამხედრო კრიმინალურ გადატრიალებას, კერძოდ მის შედეგად სახელმწიფოს სათავეში განდევნილი იქნა პრეზიდენტი, კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მისი უზენაესი საბჭო და აღზევდა სამხედრო კრიმინალური ხუნტა, რომელიც კი არ მართავდა ქვეყანას, რომელმაც ქვეყანა გადაჭეხა კრიმინალურ ანარქიაში, მოსახლეობა გადაჭეხა არნახულ სიღარიბეში და აწარმოა უკანონო ლაშქრობები, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში. მობრძანდით, ძვირფასო მეგობრებო, რათა კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ სამართლიანობის აღდგენა, რომელიც დარღვეულია, ამზომამდეა დარღვეული ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას საქმეს, ნომერი 74-90202, ეს საქმე აღძრულია 1994 წლის 21 თებერვლიდან და დღემდე იგი არ დახურულა, მაგრამ ის, რასაც მე ვხედავდი მაშინ, როდესაც მუშაობდი, ვიყავი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარედ, ეს არის მხოლოდ გამოძიების იმიტაცია. რეალურად ხდება ადამიანების მოწვევა მხოლოდ იმისთვის, რომ მისი მოსაზრებები მოისმინონ. აი დაახლოებით ასეთი რაღაცაა. პირობითად მას უწოდეთ შემოიხედე გენაცვალე. აი მაგალითად ისინი მოუწოდებენ თქვათ რომელიმე ან დაცვის წევრს ან თავარი მოწმევიდან რომელიმეს, მობრძანდით, ხომ არ გახსოვთ რაღაცა ისეთნაირად ესაუბრებიან, ხომ არ გახსოვთ, ხომ არ. რა თქმა უნდა, პასუხები არის ახლანდელ პასუხებს გულისხმობ, ძირითადად რომ არ მახსოვს, რას ბრძანებთ, მე რა საქმე მაქვს, რა ხელი მაქვს ზვიად გამსახურდიას დაღუპვაში, რა თქმა უნდა, არ მინახავს, არ ვიცნობ და ასე შემდეგ. აი ასეთი ტიპის პასუხებია. ხოლო რაც შეეხება მთავარი მოწმეების დაკითხვას, ჩვენი 9 ტომეული კარგად შევისწავლეთ, გულისხმობ 2009-2011 წელში, როდესაც ფუნქციონირებდა ჩვენი კომისია. გულისხმობ 9 ტომეულს, რომელიც დაიდო იმ საგამოძიებო ქმედებების შედეგად, რომელიც ჩატარებული იქნა 1994-დან 2004 წლამდე და დავწმუნდი, რომ ამ შემთხვევაშიც გამოძიების იმიტაციასთან მქონდა საქმე. ანუ რეალურად ისინი იწერენ მთავარი მოწმეების ჩვენებებს და ეს ჩვენებები რა არის, რომ ისინი 1993 წლის დეკემბრის ბოლოს იმყოფებოდნენ კარლო და ლუდმილა ღურცკაიების კუთვნილ სახლში, სადაც ეძინათ, მათ არც ერთს არ დაუნახავს, არც ადამიანი, რომელმაც გაისროლა, არც თვითონ პრეზიდენტი, რომელსაც თქვათ ხელში რევოლვერი ეჭირა და თავის თავს ესროლა, რა თქმა უნდა, ეს არავის არ დაუნახავს, უბრალოდ მათ მოესმათ რაღაცა საგნის ყრუ დაცემის ხმა, როდესაც გაიღვიძეს და სინათლე ვთქვათ, გაანათეს, მაშინ რა თქმა უნდა, შუქი არ იყო, მაგრამ სანთელს ალბათ მოუკიდეს. მათ ნახეს
პრეზიდენტი, რომელსაც ხელში ეჭირა სტეჩკინის ტიპის პისტოლეტი და იგი იყო წამომჯდარი და ჩამოსდიოდა სისხლი საფეთქელზე. და ისინი ასკვნიან, რომ ეს ალბათ იყო თვითმკვლელობა, აბა სხვა რა უნდა ყოფილიყო. საქართველოს მთავარი პროკურატურაც პრაქტიკულად იზიარებდა ამ მათ მოსაზრებას და იწერდა პირდაპირ მათ ამ ჩვენებას სხვადასხვა ვარიაციებით. აქ ჩაკითხვაც არ ხდებოდა, აქ არ ხდებოდა საქმის გარკვევის მიზნით უფრო ესეთი წიაღსვლები დაუშვათ, ხო, რომ ბათვის დაესვათ ისეთი კითხვები, ხო, რომ არადა, როდესაც ჩვენ ეს საქმე შევისწავლეთ და შევისწავლეთ ჩვენ ის ძალიან ბევრი თვალსაზრისით. აქ 100-მდე შეუსაბამობა და წინააღმდეგობა ამოვარდა. წარმოიდგინეთ, თითქმის 100 შეუსაბამობა და წინააღმდეგობა. არადა როგორ შეიძლება რომ ადამიანებს ვთქვათ რაღაცა ასეთი მნიშვნელოვანი განცდილი ჰქონდეთ და ერთად ვერ ყვებოდნენ პრაქტიკულად იმას, რაც ერთად განიცადეს და რამაც მათ ცხოვრებას ასეთი კვალი დაატყო. ეს არის ყოველად წარმოუდგენელი. და რა თქმა უნდა, მთავარი პროკურატურაც ამ თვალსაზრისით ჩვეულებრივად ასრულებდა ამ დაკითხვას, არავითარი ჩაკითხვა, არავითარი ვთქვათ საქმის გარკვევა, დადგენა დეტალების და ასე შემდეგ. იგივე მოხდა, როდესაც ჩვენ იმ ჯგუფიდან, რომელიც დავადგინეთ, კერძოდ აქ იყო ერთი ჯგუფი, კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფი და სხვათა შორის ისინი ამ გამოძიებაში საერთოდ არ ფიგურირებენ, მე გულისხმობ 94-2004 წლების გამოძიება და ეს ჯგუფი ექვემდებარებოდა პოლიციის გენერალ გია გულუას, რომელიც იყო სვიეტგამსახურდიას დევნის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ჩვენ დავადგინეთ სახელები და გვარები იმ ადამიანებისა, რომლებიც ადრე იყვნენ კანონიერი ხელისუფლების მომხრეები და გადაბირებულნი იქნენ გენერალი გია გულუას და ასევე უშიშროების სამსახურის მიერ. ორი მათგანი იმყოფებოდა ხონის კოლონიაში. მე საკმაოდ ვიბრძოლე, რათა ხელისუფლებას დაერთო ნება ან ჩვენთვის, ან რომელიმე გამომძიებლისთვის მათი დაკითხვისა. ესენი არიან გია და გოჩა სარიები. როდესაც გამომძიებელი რეზო ზარანდია შევიდა მათთან და გამოიტანა ინტერვიუ, მე მივხვდი, რომ აქ საერთოდ არაფერზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ეს იყო მართლაც ისეთი კითხვა-პასუხი. არ მახსოვს, არ ვიცი, არ მინახავს, უცნობია ჩემთვის და ასე შემდეგ. ანუ არანაირი, ვთქვათ, კონტაქტი გამოძიებასთან. ახლა, როდესაც ვადარებთ ამას იმ საგამოძიებო ქმედებებს, რომლებიც ჩატარდა ბოლო წელიწადნახევარია, კერძოდ მას შემდეგ, რაც საქმე გადაკვალიფიცირდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განზრახ მკვლელობაზე, პრაქტიკულად იგივე სურათია. არ მინახავს, არ ყოფილვარ, არ მახსოვს და ასე შემდეგ. ალბათ ისინი უბნებიან ძვირფასო კოლეგავ. ხომ არ გახსოვთ, როგორ იყო 1993 წელს, ამდენი წელიწადი გავიდა და როგორ შეიძლება ეს მახსოვდეს. ასეთი სურათი გვაქვს. პრაქტიკულად ეს არის გამოძიების იმიტაცია. ეს არის საქმის ისევ ჩაფარცხვა, იგივე ჩაფარცხვა საქმისა, რომელიც ხდებოდა 1994-2004 წლებში. შევარდნაძის რეჟიმის პირობებში, ანუ ბაბილაშვილის პროკურატურის პირობებში და დღევანდელი პროკურატურა, როგორც ჩანს, დიდად ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა დიდად არ განსხვავდება ბალუაშვილი და ბაბილაშვილის პროკურატურისგან. სხვათა შორის ესეც სიმპტომატურია, რამდენადაც მე ახლა ბიძინა ივანიშვილს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისთვის იდეალია შევარდნაძის ხელისუფლება, შევარდნაძის ხელისუფლების მახალჩინოსნები და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იგი სწორედ მათ სტილს მისდევს. ამავე დროს აქ რუსული კვალიც შეიმჩნევა, ჩვენ დავადგინეთ, რომ იმ პერიოდში წალენჯიხა ზუგდიდის რაიონში იმყოფებოდა დაახლოებით 15-მდე მებრძოლი რუსული სპეცდანიშნულების რაზმისა ღამურა. აქ რუსული კვალიც არის. ერთის მხრივ არის კვალი ქართული სპეცსამსახურებისა,
რომელიც ექვემდებარება გენერალ ავთო იოსელიანს, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფის კვალი, რომელიც ექვემდებარება მინისტრ შოთა კვირაიას და გია გულუა უშუალოდ ხელმძღვანელობს მას, ის ველზეა და არის კიდევ რუსული სპეცდანიშნულების რაზმი ღამურა. ანუ ყველაფერი ეს წარმოიდგინეთ ერთად ისინი კვალდაკვალ ფეხდაფეხს დევენ ზედ გამსახურდიას, არა ის რომ მათ არ იციან ის სად არის. ძალიან კარგად იციან და ეს სხვათა შორის გამოიკვეთა იგორ გიორგაძის დაკითხვაში, როდესაც მან თქვა რომ შევარდნაძეს კიდევაც შევთავაზეო, იგი არისო ამ და ამ ადგილას და მე შემიძლია ჩავატარო სპეცოპერაცია და იგი დავაპატიმრო. რაზეც შევარდნაძემ უარი განუცხადა. მე ის ცოცხალი არ მჭირდება. დაახლოებით ამ სტილის საუბარი წარიმართა მათ შორის და ეს ჩვენ მოვიპოვეთ. რამდენადაც ჩვენ ჩავწერეთ იგორ გიორგაძე მოსკოვში, რია ნოვოსტის ოფისში. და აი ასეთი სიტუაცია ხან აქ რუსული კვალიც ჩანს, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი არის შეშინებული, მას არ სურს თავისი ჭკუით ურთიერთობების გახუჭება რუსეთთან, ალბათ ის ფიქრობს რომ ამით ურთიერთობები გაბუჭდება, რა თქმა უნდა იგი არაპროფესიონალია, ის ყველა თვალსაზრისით არაპროფესიონალია პოლიტიკაში. მან მხოლოდ იცის არაფორმალური მართვა, მეტი მან არაფერი არ იცის და არც იცის რომ ეს რუსეთთან ურთიერთობას არ გააფუჭებს და ასევე რა თქმა უნდა უფრთხილდება შევარდნაძის მაღალჩინოსნებს და შევარდნაძის პოლიტიკურ ფინანსურ არისტოკრატიას, ასე ვთქვათ, პირობითად უწოდებ არისტოკრატიას, თორე არისტოკრატიისგან ძალიან შორს დგანან ისინი. აწინაურებს პრაქტიკულად მიმდინარეობს ქვეყანაში შევარდნაძიზმის რესტავრაცია. და აი ასეთ პირობებში ჩვენ მოვითხოვთ რომ დაიწყოს გამოძიება ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამ საქმეს, იმიტომ რომ ძვირფასო მეგობრებო, ქართველი ერი არ მოითმენს ამას. ბოლოს და ბოლოს არ მოითმენს. მან ძალიან ბევრი რამე მოითმინა, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.